საღამომშვიდობის ძვირფასო მეგობრებო, მე მგონი ლაივში ვარ, ვინც შემომიერთდებით, რომ დამიწეროთ კომენტარებში, ხედავთ და გესმით თუ არა. ჯერჯერობით არავინ არის და დაველოდები რამდენიმე წუთი. როგორც დავაანონსე, დღეს 17 საათზე ვაპირებდი ლაივ ლექციის ჩატარებას და შეპირებისამებრ ვარ ლაივში, იმედია გესმით შემიხმა და კარგად ვხედავთ. როგორც ჩანს, ცოტა დრო ჭირდება, რომ ინფორმაცია მივუვიდეთ მონაწილეებს შემოსვლასთან დაკავშირებით. მოკლედ, სანამ სხვები შემომიერთდებიან, ასეთი უხერხული სიჩუმე რომ არ იყოს, დავიწყებ პირდაპირ თემის გამოცხადებით. დღევანდელი ჩემი ლაივის თემა არის დონეები ინგლისურ ენაში. ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რამდენ ხანში გავვლი ამ დონეს, ან რამდენი დრო დამჭირდება ინგლისური ენის შესასწავლად, რა ხანგრძლივობისაა თქვენი კურსი. მოკლედ, ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა არის ეს შეკითხვა. და ამიტომ გადავწყვიტე დავიწყო მოკლედ ლაივების სერია და ხშირად გამოვიდე ხოლმე ლაივში და გაგიზიაროთ სასარგებლო რჩევები. მოგესალმებით ირინა, თუ მხედავთ და გესმით ჩემი ხმა, უბრალოდ კომენტარებში რომ დამიწეროთ. მე გხედავთ რომ შემომიერთდით და დიახ, გავაგრძელებ. მათთვის ვინც ჩანაწერში ნახავს დღევანდელ შეხვედრას, ვიტყვი რომ მე ვარ ირმა მარკოზაშვილი, ინგლისური ენის მასწავლებელი 23 წლიანი გამოცდილებით და ასევე მასწავლებლების ტრენერი. და დღეს ვისაუბრებ ძირითადად ინგლისური ენის მოკლედ დონეების შესახებ. გამარჯობა, მოგესალმებით მაია. გამარჯობა ირაკლი, ირინა. დიდი მადლობა რომ დაწერეთ კომენტარები, იმიტომ რომ მეგონა რომ ჩემს თავს ველაპარაკებოდი. მიხარია რომ შემომიერთდით და გავაგრძელებ ჩემს საუბარს. მოკლედ, დღეს მინდა გესაუბროთ ინგლისური ენის დონეების შესახებ, უკვე რამდენჯერმე ვახსენე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეს, ყველა ენის შემსწავლელს აწუხებს, თუმცა ბევრი რაღაც ნიუანსი არის ისეთი, რასთან დაკავშირებითაც მათ არ აქვთ ისეთი მოკლედ ზუსტი ცოდნა და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ჩვენი ლაივი იქნება სასარგებლო თქვენთვის და მოკლედ გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებებს და ასევე საერთაშორისო დონის ესე იგი დადგენილ და რატომ არის დადგენილი მოკლედ საერთაშორისო დონით ეს დონეები და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მივახციოთ ამ დონეებს. დიახ, მოგესალმებით ლანა. მოკლედ, სანამ სხვებიც შემოგვერდებიან, თქვენ როგორ ფიქრობთ, აი თქვენ ვინც ახლა მიყურებთ, რა დონეს მიანიჭებდით თქვენს თავს, ანუ რა დონე გაქვთ ინგლისურ ენაში, საინტერესო იქნება კომენტარებში რომ დამიწეროთ. მოკლედ, თან პარალელურად მე გავაგრძელებ საუბარს. ესე იგი, რომ ავიღოთ რომელიმე ერთ-ერთი დონე, მაგალითად A1 ან A2, თუნდაც B1. მაგალითად A1-ის გავლას პირდაპირ გადავალ საკითხების განხილვაზე. მოკლედ რომ ესე იგი დიდხანს არ გავუდინოთ და არ შეგაწყინოთ თავის შესავლებით და სხვადასხვა საუბრებით. ესე იგი, ირაკლი ამბობს, რომ არც ერთი დონე არ მაქვსო, ალბათ ირაკლი თქვენს სრულიად საწყის დონეზე იმყოფებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გაქვთ რაღაც დონე, იმიტომ რომ იმედია წერა კითხვა მაინც იცით ინგლისურში და ხშირად წერა კითხვა იციან ხოლმე, საბაზისო ცოდნა მეტნაკლებად აქვთ, მაგრამ მაინც ამბობენ, რომ არც დონე, ანუ ნულიდან სულს დაწყებაო, ანუ ნული დონე მაქვს ინგლისურ ენაშიო. ლენა ამბობს, რომ A2 დონე აქვს და საინტერესოა, ლენა, რამდენი ხანი დაგჭირდათ, რომ A2 დონეზე ასულიყავით. და ძალიან საინტერესოა თქვენ რომ დაწეროთ რამდენი ხანი დაგჭირდათ, რადგანაც ახლა მაგალითად რომ განვიხილოთ A1 დონე, საერთაშორისო სტანდარტით A1 დონეზე ასვლას უწევია 100 საათი. წარმოიდგინეთ, რომ 100 საათი არის საჭირო, რომ იმეცადინოთ და დაფაროთ ის ცოდნა, რაც საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი არის ენის დონისთვის.
მაგრამ ხშირად ძალიან ხშირად ენის კურსებზე და შემსმენელებს ეუბნებიან რომ 3 თვეში გაივლით ან 4 თვეში გაივლით ერთ დონეს. აქ მინდა რომ ერთმანეთისგან განვასხვაოთ დონის გავლა, უბრალოდ გავლა და დონის ფლობა. და ზუსტად მინდა აი ამ საკითხს შევეხო რომ რა 3 თვეში თუ თქვენ თუნდაც კვირაში 3-ჯერ მეცადინეობთ და დადიხართ მასწავლებელთან ერთობით გაკვეთილებზე და ამბობთ რომ დრო არ მაქვს და ვერ ვიმეცადინებ დამოუკიდებლად, გამოდის რომ ესე იგი 3 თვეში დონეს ვერ დაფარავთ, ანუ ვერ გაივლით. აქ კიდევ ერთხელ ვამბობ, სიტყვა გავლას თუ ჩავეჭიდებით, ერთი არის რომ გაიაროთ დონე და მეორე არის რომ რეალურად ფლობდეთ ამ დონეზე. მოგეხსენებათ სინამდვილეში სხვა კუთხითაც რომ შევხედოთ ენობრივ დონები არის პირობითი, ხომ? და შესაბამისად გავლის დროც არ არის სტანდარტული და სრული ჭეშმარიტება, რადგან ეს ასევე დამოკიდებული არის მასწავლებლის მეთოდზეც. დიახ, ესიც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რა მეთოდით და როგორ ასწავლის თავის მოსწავლეებს და ასევე ადამიანის შესაძლებლობებზე. თუ ზოგიერთი ადამიანი ნელა ითვისებს ენას, შეიძლება ეს დრო კიდევ უფრო მეტ ხანს დასჭირდეს. ხოლო თუ სწრაფად ითვისებს, შეიძლება ზუსტად 100 საათი არ დასჭირდეს. ახლა საინტერესო კითხვა მაქვს, თუ მაგალითად A1-ის ასე ვთქვათ დაფარვას ჭირდება 100 საათი და თქვენ მეცადინეობთ ვთქვათ თვეში 12 საათს. ავიღოთ 12 გაკვეთილი. ან 12 საათი ავიღოთ რომ რაც დავალებებს ანდომებთ პლუსის საათებს რომ მივუმატოთ, ხომ? პირობითად 12 საათი ავიღოთ. ეხლა წარმოიდგინეთ, ესე იგი გამოდის რომ 3 თვე არის 90 დღე და 90 დღე და კიდევ პლუს 10 დღე, ანუ 3 თვე და 10 დღე, მინიმუმ 1 საათი ყოველ დღე უნდა იმეცადინოთ. და თან ამ მეცადინეობაში სულ ახალი თემებიც უნდა შემოდიოდეს, ახალ ლექსიკას უნდა ფლობდეთ და პარალელურად გრამატიკაზეც ვარჯიშობდეთ. შესაბამისად, თუ ასეთი ინტენსიური მეცადინეობა არ მიმდინარეობს, მაშინ გამოდის რომ რეალურად ვერანაირი კურსი 3 თვეში და 4 თვეში დონეს ვერ დაგაფარინებთ. რეალობა ის არის რომ უფრო მეტი დრო უნდა სინამდვილეში ენის დონის გავლას ვიდრე 3 ან 4 თვეა. 3-4 თვეში შეიძლება თქვენ გარკვეული საკითხები გაიაროთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, საკითხებს გაივლით. მე ესე იგი ისე არ მინდა გამეგოთ რომ იმას ვამბობ რომ შეიძლება ეს ფუჭი იყოს ეს მეცადინეობა. არა, თქმა უნდა, თქვენ გარკვეულ საკითხებს გაივლით ამ 3-4 თვეში. ცოდნაც მოგემატებათ, ანუ გაიხმარებთ თავისთავად ცოდნას, მაგრამ სინამდვილეში უფრო მეტი ძალისხმევა და მეცადინეობა და დროის დახარჯვა სჭირდება ენის შესწავლას, ვიდრე თუნდაც სადმე კურსზე 3-4 თვე სიარულია. და თან ენის შემსწავლელების უმეტესობის მიზეზი, რაც მათ ხელს უშლის ენის სწავლაში, არის ესე იგი დრო არ მაქვს. ანუ ყველაზე ხშირად რაც მესმის მათგან ეს არის რომ დრო არ აქვთ მათ ენის შესასწავლად და აი ამ საუბრიდან გამომდინარე შეიძლება ის დავასკვნათ რომ საბოლოო ჯამში თუ კი თქვენ შემსწავლელებს გულისხმობ ზოგადად ადამიანი ამბობს რომ დრო არ მაქვს, ესე იგი მაშინ ძალიან დიდი დრო დაჭირდება, პირიქით ძალიან დიდი დრო დაჭირდება მას რომ ენა ესე იგი ისწავლოს, ასე ვთქვათ, ენას ფლობდეს. თან პარალელურად სხვაებიც გვერდდებიან, ძალიან მიხარია საღამო მშვიდობის გვანცა. მადლობა კომენტარისთვის, ენის შესახებ დონეებზე ვსაუბრობ და თუ კი რაიმე კითხვები დაგებადებათ, თან პარალელურად კითხვები რომ დაწეროთ, მე მგონი ცოტა მოგვიანებით მოდის კომენტარები, მაგრამ მაინც ვხედავ და მიხარია რომ ვხედავ და თუ კითხვებსაც დამიწერთ, სიამოვნებით გიპასუხებთ.
ასე რომ თუ თქვენ ენის საფუძვლიანი სწავლა გაქვთ გადაწყვეტილი და გისურთ რომ ყველა დონე დაფაროთ და ფლობდეთ ენას ყველა დონეზე, ნუ მინიმუმ B2 დონეზე მაინც თუ C1 და C2-ზეც ანუ მე მგონი უმეტეს ადამიანს განსაკუთრებით დასრულებს, ვისაც საკომუნიკაციოდ სჭირდებათ ინგლისური ენა B1 და B2-ის ფარგლებშიც თუ იქნებიან, უკვე საკმარისად კარგად შეძლებენ ამ ენაზე კომუნიკაციის დამყარებას. კომუნიკაციაში კი იგულისხმება როგორც ზეპირი კომუნიკაცია, ასევე წერითი კომუნიკაცია. ანუ ენას ამ ორი მთავარი მიმართულების მიზანი აქვს, რომ საერთოდ ერთი მიზანი აქვს კომუნიკაციის დამყარება და კომუნიკაცია კი ორგვარი არის, წერითი კომუნიკაცია და ზეპირი კომუნიკაცია და შესაბამისად თავისუფლად ენის ფლობა არის ზუსტად B2 და თუ თქვენ ენას B2 დონეზე მაინც აიყვანთ, ანუ მიზანი ეს გექნებათ, რეალურად ვამბობ კიდევ ერთხელ და არა ვთქვათ რაღაც გარკვეულ კურსზე მხოლოდ გავლა. აქ ახლა მახსენდება სახელმძღვანელოების საკითხიც და ხშირად ვთქვათ, ამასაც ხშირად სვავენ ხოლმე ამ შეკითხვას ენის შემსწავლენები, რომ ვთქვათ, ამ სახელმძღვანელოს რომ გავივლი, ენას დავფარავ, აქ ხომ გააჩნია ამ სახელმძღვანელოს როგორ გაივლი. ვთქვათ, ავიღოთ საკურსო წიგნი. ყველაზე გავრცელებული წიგნი არის მასწავლებლებმაც რომ იციან და ენის შემსწავლელებმაც English file, ანუ საკურსო წიგნი და ყველა იცნობს ამ წიგნს მეტნაკლებად, ვისაც აქვს შეხება ინგლისურ ენასთან და ვიტყვი იმას, რომ გავლას გაჩდია. ანუ თუ თქვენ ამ წიგნს სრულყოფილად გაივლით, თავისი ყველა სავარჯიშოებით ან გაატარებს მასწავლებელი თავისი ყველა სავარჯიშოთი, მას აქვს ვთქვათ იგივე workbook-ი, სამუშაო წიგნი, students book-ი, ეს კომპლექსურად ერთმანეთთან არის დაკავშირებული. კიდე დამატებითი grammar book-ი აქვს ხოლმე, ანუ გრამატიკის წიგნი აქვს ხოლმე ზოგიერთ სახელმძღვანელოს, ასევე ვიდეოების ყურების და მისი გაკვეთილები ცალკე აქვს დართული თავისი მოსასმენებით და ამ ყველაფრით კომპლექსურად გაატარებს მასწავლებელი იმას თავის მოსწავლეს, მაშინ რა თქმა უნდა უბრალოდ წიგნის გარბენა არ მოხდება და რეალურად შესწავლა მოხდება, აქაც მაინც ვერ დაიფარება მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოთი ერთი დონე, დამატებით აუცილებლად კიდე სხვა სახელმძღვანელოები დაჭერდება შემსწავლეს, როგორც ლექსიკის კუთხით ლექსიკური სახელმძღვანელოები, ასევე გრამატიკის კუთხით ცალკე სავარჯიშოები და საბოლოო ჯამში კი შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ 3-4 თვეში ამ წიგნებს არ ყოფნის 3-4 თვე და თუ კი ახლა რაზეც ვსაუბრობდი, მთლიანობაში ნამდვილად გაატარებს მასწავლებელი მთლიან წიგნს ასე კომპლექსურად ზედმიწევნით და უბრალოდ კი არ გაატარებს, აი მეც კი ვიცი რომ ეს გაატარებს ცოტა სხვა მნიშვნელობას იძენს, მაგრამ მაინც ვიძახი. ანუ ისე გაატარებს, რომ ფლობდეს რეალურად შემსწავლელი, ანუ მარტო გატარება არ არის საკმარისი წიგნის, ანუ მთავარია ის, რომ გავატარე ჩემი მოსწავლე ფლობს თუ არა, ანუ ფლობს ნიშნავს იყენებს თუ არა, ახსოვს თუ არა და თუ ეს ყველაფერი არ არის და რაც იყო გაკვეთილებზე მხოლოდ დარჩა ისევ წიგნში და მის გონებაში და რეალურ პრაქტიკაში არ გადაინაცვლა, მაშინ მართლა გატარება გამოდის ამ წიგნის და აი აქაც ძალიან დიდი ყურადღება არის მისაქცევი, რომ შევაჯამო თუ კი კომპლექსურად გაივლის ყველა სავარჯიშოთი, მოკლედ სრულყოფილად, მაშინ რეალურად 3-4 თვე არ დაჭირდება, მინიმუმ 6 თვე დაჭირდება და ამიტომ თუ თქვენ ისეთ კურსს ეძებთ, ან თუ მასწავლებელი ისეთ კურსს თავაზობს თავის შემსწავლელს, სადაც დონის დაფარვაზეა საუბარი, მაშინ 3-თვიანი და 4-თვიანი ვერ იქნება. მაშინ ის ალბათ უნდა იყოს მინიმუმ 6 თვიანი და რაც უფრო დონე ემატება, ალბათ დროც მეტი სჭირდება იმ დონის დამუშავებას და მაგალითად საინტერესო იქნება
საინტერესო იქნება და ალბათ ბევრისთვის ესეთი როგორ ვთქვა, ხო, მოკლედ საინტერესო საათები რომ ვთქვა, რომელ დონეს რამდენი საათი ჭირდება და შემდეგ თქვენის სამ თვეში 12 გაკვეთილზე უნდა გაყოთ და თუ პირიქით გამრავლოთ, არ ვიცი ახლა მათემატიკაში გადავედი ინგლისურიდან, მაგრამ გამოიანგარიშეთ თუ რამდენი ხანი მოუნდება. თქვათ A1-ს თუ 100 საათი უნდა, A2-ს უნდა 180-დან 200 საათი. 180-დან 200 საათი, ანუ გაორმაგებული. და ესე იგი თუ თვეში 30 დღე არის, ესე იგი გამოდის რომ რამდენი 6 თვეზე მეტი უნდა ივარჯიშოს ადამიანმა ყოველ დღე 1 საათი მაინც უნდა დაუთმოს ან თუ მასწავლებელი თავის თავზე იღებს, მაშინ ყოველ დღე ერთი გაკვეთილი უნდა ჩაუტაროს იმ მოსწავლეს, თუ კი ის ამბობს რომ დონეს გაატარებს. B1-ს უნდა 350-დან 400 საათამდე, B2-ს უნდა 500-დან 600 საათამდე, 500-დან 600 საათამდე, C1-ს უნდა 700-დან 800 საათამდე და C2-ზე რომ ავიდეს ადამიანი უნდა 1000-დან 1200 საათამდე. ეს იმას მიანიშნებს, რომ როდესაც ენას ვსწავლობთ არა ესე იგი ენობრივ გარემოში, მაშინ წინასწარ უნდა იქნას განსაზღვრული და მიზნად მაქვს სრულყოფილი საფუძვლიანი შესწავლა და ესე იგი მაშინ წიგნების გარეშე სწავლა არ გამოვა, წიგნები აუცილებელია, ასევე სხვა დამატებითი ინტერნეტ რესურსებია აუცილებელი და დროის გამოყოფა სპეციალურად ამისთვის აუცილებელია და შესწავლელიც უნდა იყოს განწყობილი იმის მიმართ, რომ ეს მოკლევადიანი პერიოდი სწავლა არ არის და უნდა ესე იგი მოკლედ დრო გამოყოს და განსაზღვროს რომ ისწავლის ამ ესე იგი ამ პერიოდში. ვხედავ სხვა ჩემი გამომწერები და მეგობრებიც შემომიერთდნენ. ლელა მოგესალმები, სოფია გამარჯობა. ესე იგი გვანცა თქვენ ამბობთ რომ თქვენს კომენტარს ვხედავ, დიახ, ერთი წიგნი ნამდვილად არა საკმარისიო, კი გვანცა, ანუ საუბრობ ენის საფუძვლიან სწავლაზე და დონების გავლაზე. თუმცა შეიძლება ესეთი კურსებიც არსებობდეს, რომ ერთი მიმართულება ჰქონდეს და თუ მაგალითად მიხვალთ ისეთ კურსზე სასწავლებლად, სადაც ლექსიკის გაღრმავება გსურთ და ერთ რაღაცაზეა სამუშაო, მაშინ 3 თვე შეიძლება რომ იმეცადინოს ადამიანმა ერთი მიმართულებით და ესე იგი ამ 3 თვეში აითვისოს ეს, მაგრამ პარალელურად მაინც ეს პროცესი, რაც ჩამოთვალეს საათების მიხედვით არის ასათვისებელი, ესე იგი გასათვალისწინებელი და ეხლა რაც შეეხება სასაუბრო კურსს, რაც ძალიან პოპულარული არის და მოთხოვნადი არის და აუცილებელი არის დასრულებს შორის, ეგრეთ წოდებული სასაუბრო ინგლისურის კურსი. აი ვინცაც ეს მოთხოვნა აქვს სასაუბრო ინგლისურის კურსი, ეს მინდა გაუმიჯნო ამ ჩამოთვლილი ენის გავლის ეტაპები და დროისგან. ანუ ვისაც ეს სასაუბრო ინგლისურის მოთხოვნა აქვს, ესე იგი გამოდის რომ მას სურს საუბრის უნარზე მუშაობა. ანუ დააგროვა გარკვეული ცოდნა, მაგალითად იმყოფება A2 დონეზე. მე ასე მესმის და ასე ვუყურებ და ეს ჩემი კურსებიც ამ კუთხით მაქვს გაკეთებული. რომ ესე იგი თქვათ დააგროვა A2 დონეზე გარკვეული ცოდნა, ან B1-ზე არის ადამიანი და ეს იმას ნიშნავს, რომ მან 350-დან 400 საათამდე უკვე იმეცადინა ინგლისურში. ეს შეიძლება მომხდარიყო სკოლაში მეცადინეობის დროს, ანუ ოდესღაც სკოლაში სწავლობდა, ეს შეიძლება უნივერსიტეტში ყოფილიყოს და იქ ესწავლა, ან შესაძლოა არ სკოლაში უსწავლია ინგლისური და არც უნივერსიტეტში, მაგრამ მე დადიოდა მასწავლებელთან, კერძო რეპეტიტორთან, ემზადებოდა და მოკლედ ცოდნა მიიღო, ფაქტობრივი ცოდნა მიიღო, მაგრამ უნარის გამომუშავებას არ დაეთმო იმდენი დრო იმ სწავლის პერიოდში, რადგანაც როდესაც ზოგად ინგლისურზე ხარ და როცა დონის დაფარვაზეა საუბარი, მაშინ ზოგჯერ კი არა ძალიან ხშირად საუბრის უნარი
უკან ესე იგი მოკლედ უკან პლანზე გადაიწევს ხოლმე და ნაკლები დრო ეთმობა ამ ვარჯიშს აქ წერაც როდესაც არის ჩართული მოკლედ წერითი დავალებები მოწმდება უფრო გრამატიკული სავარჯიშოები სრულდება უფრო მეტად რადგანაც ენის საფუძვლიანი შესწავლა მიმდინარეობს და საუბრის მოკლედ ვარჯიში ნაკლებად ხდება და ეს არც მასწავლებლის ბრალია და არც მოსწავლის ბრალია უბრალოდ როდესაც მოცულობითი მასალა არის გასავლელი და სასწავლელი და სამეცადინო არაენობრივ გარემოში, მაშინ როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ქართულ გარემოში და გვსურს ინგლისური სწავლა, შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ საუბრის უნარი ცალკე რჩება ან ძალიან ცოტა დრო ეთმობა და ეს არასაკმარისად მიიჩნიოს ადამიანმა და სჭირდებოდეს რომ უკვე კი ვისწავლე რაღაც ვისწავლე აი ტესტებსაც ვწერ ვიღებ ამ დონეს და ტესტებსაც ვწერ და ვკითხულობ თარგმნი და ვიგებ გრამატიკაშიც ვერ ყვევი მაგრამ ვერ ვსაუბრობ აი ეს ამას ნიშნავს რომ სასაუბრო კურსზე რომ მიდის შემსწავლელი ჩემი აზრით ეს აინტერესებს ყველაზე მეტად და მასწავლებლებიც ძალიან ბევრი მყავს ჩემს გვერდზე ყველას მოვიკითხავ დიდი სიყვარულით ჩემს კოლეგებს რადგან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობ მათთან და ეს ძალიან მახარებს დიდ მადლობას ვეუბნები აქედან ყველას ნდობისთვის გამარჯობა გვანცა მეც ძალიან მომენატრეთ როგორ მომენატრე დიახ და მიხარია რომ ეხლა აქ გხედავთ იმედია წარმატებით მიმდინარეობს თქვენი მოკლედ სწავლება და მასწავლებლობა მოკლედ დიახ აი მასწავლებელი მეთქი და თქვენი კომენტარი დავინახე ძალიან გამიხარდა და მასწავლებლებსაც ეს ძალიან აწუხებთ რომ როგორ შეურჩიონ პროგრამა რაც ნიშნავს სასაუბრო ინგლისური კურსი ზრდასრული რომ მოდის სასწავლებლად სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში მეტნაკლებად მარტივია ყველაფერი და გარკვეულია იქ არის უფრო ესე იგი სტანდარტით შემუშავებული, მეთოდით შემუშავებული, სკოლასაც თავისი ფუნქცია აქვს და ისიც ეხმარება კერძო მასწავლებელს თუ კი კერძო მასწავლებელთან სიარულს განვიხილავთ და შევადარებთ, მაგრამ დასრულების არც სტანდარტი არსებობს, არც მეთოდი არსებობს, არა მეთოდები არსებობს, მაგრამ ისეთი მეთოდი, როგორ თქვა, რომელსაც ყველასთვის ერთნაირად საინტერესო და მომგებიანი იქნება, მაგალითად არსებობს ძირითადად დასრულები, როდესაც ეძებენ კურსებს უმეტეს შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ან თუ ასე ვქვია და ეგრეთ წოდებული არ უნდა ვთქვა ვიცი ქალანის მეთოდს მიმართავენ ხოლმე მასაც აქვს თავისი პლუსები და მინუსებიც მაგრამ აი ესე როგორც ვთქვა სკოლის პროგრამა რა თქმა უნდა გამართული დასრულებისთვის ასეთი პროგრამა არაა გამართული და ამიტომ განსაკუთრებით კერძო მასწავლებლებისთვის და ამიტომაც მათ უწევთ ხშირად გამოიცვალონ მასწავლებელი და ეძებენ და ამბობენ საუბრის სწავლა მინდა არ მინდა გრამატიკა არ მინდა სავარჯიშოების შევსება თუ ადამიანს აქვს გარკვეული ცოდნა თუნდაც A2 დონეზე და აქედან უნდა გამოიყვანოს სასაუბრო ანუ კომუნიკაციის უნარი გამოიმუშაოს ესე იგი მოვიდა ამისთვის და ამიტომაც მასწავლებელმა არა ვთქვათ ასე იმდენი დრო დაუთმოს როგორც წინ ვისაუბრე გამოდმებით წერას კითხვას თუნდაც გრამატიკას არამედ პირდაპირ საუბარში ავარჯიშოს კიდევ ერთხელ ვამბობ თუ საერთოდ არ უსწავლია მაშინ სხვა საკითხია მაშინ მასაც სჭირდება რომ გაიაროს ეს ეტაპები ანუ ბევრი გარკვეულ დრო დაუთმოს და მეტი იმეცადინოს მაგრამ თუ აქვს მინიმალური საფუძველი სასაუბრო ინგლისურს რომ ითხოვენ ჩემი გაგებით და ჩემი მოსაზრებით ითხოვენ ამას და ზუსტადაც ამიტომ ის კურსი რაც გვაქვს გაკეთებული და რასაც ამ გვერდზე შეხვდებით და რის შესახებაც ხშირად მწერთ ხოლმე რა მეთოდით ასწავლი როგორი მეთოდია ვიტყვი რომ აი ამ პრობლემის არსებობამ გადამეწყვეტინა და ამ პრობლემის არსებობამ მომაფიქრებინა ეს კურსი და მეთოდი როგორც ვასწავლე ნებისმიერი მეთოდი რაღაცა ახალი გამოგონება
არ არის, რადგანაც მაინც არსებობს ერთი ან ორი სტანდარტული მეთოდი და შემდეგ იმისი ოდნავ გადასხვაფარებული მიმართულება არის, მაგრამ მაინც ის ბევრი რომ არსებობს, იმ ბევრიდან რაღაცები რაც ამოვარჩიე და ერთმანეთთან მოკლედ დავაკავშირე, აი ეს ამას ვთვლი ჩემს საავტორო, ამიტომ ვთვლი ჩემს საავტოროდ და რაში მდგომარეობს ეს? არის მეთოდები, სადაც პირდაპირ გეუბნებიან წინადადებებს და იმეორებ, არის მეთოდი, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში გეკითხება მასწავლებელი და იმეორებ, არის გრამატიკული თარგმნის მეთოდი და არის კომუნიკაციური მეთოდი, საერთაშორისო მეთოდი და ეს მეთოდები თითქმის ყველა ერთად მოვაქცია, ასე ვთქვათ. მაგრამ ამიტომაც ჩემს კურსზე გაკვეთილებზე არის როგორც თარგმნის ელემენტები, ასევე არის გამეორების და დაზეპირების ელემენტებიც, დიახ, დაზეპირებაც მნიშვნელოვანია გარკვეულ ასპექტში. მე არ ვარ მომხრე ცალკეული სიტყვების დაზეპირების, არამედ წინადადებების მთლიანად დასწავლის მომხრე ვარ და შემდეგ ამ ყველაფრის საფუძველზე უკვე აზრობრივად შემსწავლელი რომ ქმნიდეს მოკლედ თავის მოსაზრებებს და გადმოსცემდეს აზრს გაბმულად და შეუფერხებლად, აი ამ პირობას უქმნი გაკვეთილზე. და ეს არის სასაუბრო ინგლისურის კურსი, ამიტომ რომ არა მარტო დაზეპირებაზე, არამედ ზეპირობის ელემენტები, თარგმნის ელემენტები და აზროვნების ელემენტები არის ერთმანეთში გაერთიანებული. და ასევე დაცული მაქვს ის პრინციპი, რომ ჯერ მივაწოდო ადამიანს, ვასწავლო რაღაც, ეს ლექსიკის სახით იქნება თუ რომელიმე გრამატიკული კონსტრუქციის ახსნის სახით, შემდეგ ეს მიწოდებულზე ვავარჯიშო, გნებავთ დაზეპირება დავარქვათ, გნებავთ გამეორება ბევრჯერ და მე უკვე მიწოდებული, დაზეპირებული და ნავარჯიშებზე ვკითხო რაღაცები, ვთხოვ აზრი ჩამოაყალიბოს, ისაუბროს ამა თუ იმ საკითხის გარშემო და აი ასეთი აწყობილი გაკვეთილი აძლევს შემსწავლეს ჩემს გაკვეთილზე შესაძლებლობას, რომ გაბმულად მან ისაუბროს და მე როგორც მასწავლებელი ვიყო შედარებით პასიური, არ ხსნიდე, არ წერდე გაკვეთილის განმავლობაში, არამედ ყველაფერი წინასწარ ახსნილ და გაკეთებული მქონდეს სლაიდების სახით. ამიტომ ჩემი ყველა გაკვეთილი ტარდება სლაიდების სახით, წინასწარ მომზადებული და გაწერილი სლაიდების სახით, რადგანაც ეს არის ონლაინ გაკვეთილი და მე თუ კლავიატურაზე აკრეფას დავიწყებ სიტყვების, მაშინ მთელი გაკვეთილი გავა, თუნდაც ახსნას დავიწყებ სიტყვებით, არ ჯობია რომ მქონდეს უკვე წინასწარ დაწერილი და გამზადებული სლაიდზე და ამ სლაიდს ვუზიარებდე და მოკლედ მიმოვიხილავდე და მალე ვჩუმდებოდე რომ მეტი დრო დაეთმოს მოსწავლეს გაკვეთილზე, ვიდრე მე ვისაუბრო და ვიდრე მე ესე იგი მოვახდინო დემონსტრირება ჩემი ინგლისურის ცოდნის. დიახ, ესიც არის ხოლმე ხშირად მასწავლებლების შეცდომა და ბევრჯერ მოდიან მოსწავლეები ასეთი გაკვეთილებიდან ანებებენ თავს, რომ ესე იგი მასწავლებელი ასე უთქვამთ ხოლმე ჩემთვის, რომ მასწავლებელი კითხვას რომ სვამდაო, არ მაცდი და დაფიქრებასო, ისევ თვითონ პასუხობდაო. და ჯგუფში რომ ვიყავიო, ძალიან ვიზაბებოდიო და ვისტრესებოდიო, ასე უთქვამთ, და ამის გამო მაინტერესებსო თქვენთან როგორი ტემპით მიდის გაკვეთილი, ანუ აჩქარებული ტემპიაო თუ ნელა მიმდინარეობსო. ესე იგი რა გამოდის, რომ ანუ მასწავლებელი არ ელოდება, რომ ადამიანმა გონებაში დააწყოს წინადადებები, ეს ხომ უცხო ენა არის, უცხო ენაზე უნდა გადმოსცეს მოსაზრება და თვითონვე პასუხობს და როცა თვითონვე პასუხობს, ამით მოსწავლეზე საუბრობ ამ შემთხვევაში ზრდასრულ ადამიანზე, ანუ მოსწავლის ესე იგი უსუსრობას უსვამს ხაზს და ის თავს როგორ გძნობს, რომ მე არ შემეძლო ინგლისურად საუბარი, ვერ ვლაპარაკობდი, მოვედი სასწავლად და ის ანუ ერთადერთი რასაც ვხედავ გაკვეთილზე,
ეს აზრი მიმყარდება ისევ ჩემს თავში, რომ არ შემიძლია ინგლისურად საუბარი. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყურადღება უნდა მიაქციოს მასწავლებელმა თვითონ ხომ არ პასუხობს თავისივე დასმოკითხვებზე და თვითონ რომ არ მოუწიოს ასე პასუხის გაცემა, ამიტომ წეღან რა სქემას ვთქვი, მანამდე უნდა მიაწოდოს ვთქვათ მოდელი პასუხები, ვთქვათ თემასთან დაკავშირებული ლექსიკა და დარწმუნებული ვარ უამრავი მასწავლებელი ატარებს ასე გაკვეთილს და ძალიან ბევრი საუკეთესოდაც და წარმატებითაც. უბრალოდ აი, როდესაც დასრულებით თავისი მხრიდან ირთხოვენ ეგრეთ წოდებულ სასაუბრო ინგლისურს, მათ შეიძლება არ სურდეთ აი ამ სტანდარტის დონეების გავლა, როგორც წეღან ვისაუბრე ჩართვის დასაწყისში, არ სურდეთ ამ სტანდარტული დონეების გავლა ამდენი საათებით, მაგალითად შეიძლება საერთოდ არ სჭირდებოდეს იმ ადამიანს თქვათ სავარჯიშო დარბაზის აწყობილობების ესე იგი ყველა ნივთის დასახელება ან თქვათ ყვავილების, სხვადასხვა ყვავილების დასახელება. გაგიკვირდებათ და დიახს დასრულების კურსზე ასეთ რაღაცებს ასწავლიან. ანუ ადამიანი, რომელსაც საკომუნიკაციოდ უნდა ინგლისური, თქვათ სამსახურში სჭირდება კლიენტებს რომ გაესაუბროს, იმის მაგერ რომ ამ კონკრეტულ საკითხზე მოხდეს აქცენტის გაკეთება, თუნდაც სიტუაციური დიალოგების მიწოდება და ამ დიალოგების წინადადებების ფარგლებში ვარჯიში, ამ დროს მასწავლებელი ასწავლის ყვავილების სახეობების დასახელებებს, რომელიც შეიძლება თვითონაც არ იცოდეს და დიახ, იმისთვის რომ დრო გაიყვანოს, ასეთ შემთხვევაში ალბათ სწავლა უშედეგოდ მთავრდება ხოლმე და ამიტომ შემსწავლელებიც დიდი ყურადღებით უნდა იყვნენ და პასუხისმგებლობა ჰქონდეთ აღებული თავიანთ მოკლედ სწავლაზე და რა თქმა უნდა თუ კი ამჩნევს რომ ეს უსარგებლო არის მისთვის ესეთი ტერმინების დამახსოვრება უნდა დატოვოს კურსი და სხვა მოძებნოს იქამდე უნდა ეძებოს სანამ იმას არ იპოვს რომელიც მისთვის შესაბამისია ხშირად ხოლმე ნებდებიან და აი ეს ერთი ძლივს ვიპოვე ძლივს დავიწყე ამ ერთ მასწავლებელთან სწავლა და ახლა რომ თავი დავანებო მე ვეღარ დავიწყებო და ზოგჯერ ბევრ რამეს ითმენენ მაგრამ ჩემი აზრით აუცილებელი არის რომ ამ დროს ან დაელაპარაკოს მასწავლებელს და უთხრას რომ ეს მისთვის სასარგებლო არ არის და თუ შეიძლება შემდეგ გაკვეთილზე ვთქვათ ეს საკითხები უფრო მაინტერესებს და გაითვალისწინეთ და თუ გაითვალისწინებს ხომ ძალიან კარგი და ალბათ ჯობია რომ გაითვალისწინოს თუმცა დიახ შეიძლება მოსწავლე არ უნდა უთითებდეს მასწავლებელს რომ რა სწავლოს მაგრამ როდესაც ასეთი ზედმეტი სწავლა მიმდინარეობს აი ამას გულისხმობ მე თორე ისე რა თქმა უნდა მასწავლებელმა თვითონ იცის რა და როგორ ასწავლოს პროგრამაც აქვს შედგენილი ალბათ და სახელმძღვანელობით შერჩეული მაგრამ ზოგჯერ არის რომ ითხოვენ აი თუ ასეთი ახირებული ასე ვიტყოდი ახირებული მოთხოვნა აქვს მასწავლებელს მაშინ ჯობია მოსწავლე დაელაპარაკოს ან და თუ არ შეიცვალა სიტუაცია მაშინ აღარ იმეცადინოს უბრალოდ მასთან და სხვა მასწავლებელთან წავიდეს და ამ შემთხვევაში მასწავლებლებმაც უნდა გაითვალისწინონ როდესაც დასრული ადამიანი მოდის მათთან სასწავლებლად ხშირად მთხოვენ ხოლმე ამის შესახებ რეკომენდაციების გაცემას და რჩევების მიცემას და ახლა კარგია რომ მომეცეს შესაძლებლობა და ამასაც რომ განვიხილავ პირველ რიგში აი პირველი გაკვეთილი კარგი იქნება თუ კი დაეთმობა სანამ პირველ გაკვეთილზე მოსწავლე გასაუბრება სადაც ზუსტად გამოავლენთ ამ მოსწავლის საჭიროებებს და ამ მოსწავლის მიზნებს და თუ მოსწავლის საჭიროებებში არ დაინახეთ რომ მას სჭირდება თუნდაც სხვადასხვა ცხოველის სახელები დასჭირდება ოდესღაც რა ვიცი როდესმე მაშინ არ არის საჭირო შესაძლებელია რომ თუ წიგნით გადის მასწავლებელი გამოტოვოს ჯობია გამოტოვოს ის გვერდი არის ხოლმე ასეთი წიგნები სადაც არის ასეთი დეტალური რაღაც ჩამონათვალი და არის ის ანუ იმის თქმა მინდა რომ რაც წიგნში წერია სავალდებულო არ არის და აუცილებელი რომ ყველაფერი ასწავლოს მასწავლებელმა მას აქვს უფლება იმ წიგნის ფარგლებში ამოიღოს ის მთავარი და ძირითადი რასაც
რასაც მიიჩნევს იმ კონკრეტული მომენტისთვის და ჯობია გამოტოვება, ვიდრე ამ უცნაური ტერმინოლოგიით მოსწავლის წვალება და თავის წვალებაც. და კიდევ დაუბრუნდები ისევ ამ სასაუბრო მოკლედ კურსის და ცოდნის დონეების გავლის თემას და ვიტყვე შეჯამების სახით, რომ თუ ეძებთ ისეთ კურსს, სადაც დონეები გსურთ საფუძვლიანად შეისწავლოთ და გაიაროთ, მაშინ არ უნდა ეძებოთ მოკლევადიანი კურსი. უნდა ეძებოთ გრძელვადიანი კურსი, მინიმუმ 6 თვიანი და როდესაც აირჩევთ ასეთ კურსს, ენის შემსწავლელებისთვის ვამბობ ამას, ეს კურსი უნდა იყოს საკმაოდ დატვირთული, როგორც მასწავლებლის მხრიდან, ასევე თქვენი მხრიდანაც უნდა იყოს მზაობა, რომ დაუთმობთ გარკვეულ დროს, როგორც მოგახსენეთ ლაივის დასაწყისში, გარკვეული საათებია საჭირო გამოანგარიშებული მეცნიერების და ლინგვისტების მიერ, რომ ადამიანს საშუალო შესაძლებლობებით საშუალოდ ამდენი ჭირდება. და თუ კი გამოანგარიშებულია და დამტკიცებული არის, ესე იგი გასათვალისწინებელიც არის. ხოლო თუ ენის დონეების გავლა არ გჭირდებათ ისე, რომ რაღაცა სპეციალური მიმართულებისთვის გინდათ, აი მაგალითად ზოგი დისერტაციას იცავს და იქ საჭირო არის B2-ის დამტკიცება, ანუ B2 რომ გქონდეთ. და ზუსტად ეს დონეებიც მაგისთვის არის, რომ საერთაშორისო სერტიფიკატის აღების საფუძველზე ადამიანს უმტკიცდება ესა თუ ის დონე, ხომ? რომ ნამდვილად ფლობს ამ დონეს, მაშინ უნდა მოემზადოთ და უფრო კარგი იქნება, აქვე ვიტყვი ამ რჩევასაც, თუ კი ასე გადაწყვეტილი გაქვთ ენის შემსწავლელებს, ზრდასრულებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ საფუძვლიანად გაიარონ და მზაობა აქვთ, რომ დიდი დრო დაუთმონ ამ ყველაფერს, მაშინ ალბათ ჯობია ისეთი კურსი აიღონ, რომელიც პარალელურად თან გამოცდისთვის ამზადებს და ეს უფრო მობილიზებას გაუკეთებს როგორც მას, ასევე მასწავლებელს. და მე ჩააბაროს საერთაშორისო გამოცდა და თუ კი ჩააბარებს საერთაშორისო გამოცდას, იქ კომპლექსურად ყველა უნარი არის გათვალისწინებული, მაშინ უფრო მიზანმიმართული იქნება მისი სწავლა და უფრო მეტი мотиваცია ექნება დროც გამოყვას, ენერგიაც დახარჯოს, მოკლედ და თანხაც გადაიხადოს ამა თუ იმ კურსში. და კონკრეტულ მიზანს უკვე სულ სხვა ძალა აქვს. მაგრამ თუ ეს ყველაფერი არ არის თქვენი მიზანი, მაშინ გამოდის, რომ თქვენ გსურთ საუბრის უნარის გაუმჯობესებაზე მუშაობაში, ანუ გამომუშავებაში, საუბრის უნარის გამომუშავება. თუ ეს ერთი მიმართულება გინდათ, მაშინ შესაძლებელი არის, რომ 3-4 თვიან კურსზე ავარჯიშოთ თქვენი გონება და ენა და გარკვეული უნარი გამოიმუშაოთ. მაგრამ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტს ვაწყდები ხოლმე, რომ ხშირად არის, რომ ადამიანს შეუძლია საუბარი, ლაპარაკობს ინგლისურად, შეუძლია დამყაროს კომუნიკაცია, მაგრამ მას არ სჯერა, რომ შეუძლია. ესიც ძალიან ისეთი პარადოქსია, რომ მას არ სჯერა, არადა შეუძლია. და რატომ არ სჯერა? იმიტომ რომ მას არ ქონია შესაძლებლობა, რომ ეს გამოემჟღავნებინა, ანუ არ მოხვედრილა ენობრივ გარემოში და თავისთავი არ გამოუცდია ისეთ სიტუაციაში, სადაც არავინ არა მის მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე და სადაც ენა გახდება მისთვის გადარჩენის საშუალება. თქვათ, თუ ვერ არ იკითხავს უცხო ენაზე, ანუ ამ შემთხვევაში ინგლისურ ენაზე ტრანსპორტს თუ მეორე ადგილამდე როგორ მივიდეს, დიდი ალბათობით დარჩება იქ, სადაც არის. და აი ამ დროს თუ ვერ დაილაპარაკა, ესე იგი მართლა არ იცის ინგლისურად ლაპარაკი, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ ჩვეულებრივად დაილაპარაკებს და გააგებინებს კიდეც. ან მაგალითად კაფეში შევიდა და სურს მენიუს შეკვეთა. სანამ იმის თქმა მინდა, რომ სანამ არ მოხდება რეალურად ფაქტის წინაშე არ დადგება და არ მოხდება იმ ენობრივ გარემოში და არ იქნება მარტო რომელსაც მოეთხოვება რომ დაამყაროს კომუნიკაცია და სხვა გზა არ აქვს.
მანამდე შეიძლება არ სჯეროდეს, რომ მას შეუძლია ინგლისურ ენაზე საუბარი და ამიტომ ეძებს კურსებს და სურს რომ იქ ისაუბროს, რომ ვთქვათ ივარჯიშოს. დიახ, საუბარი შეუძლია და უნდა რომ ივარჯიშოს. მაგალითად 3-4 თვის განმავლობაში. შეიძლება მე სხვაგან წავიდეს, სხვაგან ივარჯიშოს. ასეთი რაღაცაც შესაძლებელია. და მოკლედ, ჩემი მთელი ეს ლაივი და ჩართვა მინდოდა მიმეწყნა აი ამ ორი რაღაცის გარჩევისთვის, რომ თუ დონეების გავლა გსურთ საფუძვლიანად, მაშინ კონკრეტული მიზანიც უნდა გქონდეთ. ასევე მასწავლებლებს ვხედავ ახლა, რომ მესწრებიან ლაივში და ალბათ ბევრი მასწავლებელი ნახავს გვერდზე ამ ჩემს საუბარს. თუ თქვენთან მოდის ადამიანი და გეუბნებათ ინგლისური ენის შესწავლა მსურს, აი ამ მიზნის გამოვლენა საჭირო და თუ მიზნად აქვს, რომ შემდეგ სამსახურისთვის სჭირდება და სერტიფიკატი სჭირდება, ზოგს სჭირდება სამსახურისთვის. უბრალოდ უცხოენოვანი კლიენტები ყავთ მაგალითად და ყიდვა-გაყიდვის კომუნიკაცია უნდა დაამყაროს. მაშინ მას 700 და 800 საათი არ დაჭირდება სასწავლებლად, ხო? და თუ ამისთვის სჭირდება, მაშინ სხვა კურსი და სხვა მიდგომა უნდა ჰქონდეს მასწავლებელს და ალბათ აუხსნას აი ასე რა და როგორ იქნება და თუ არის ის მეორე მხრიდან მზად. და მეორე არის თუ უბრალოდ აი მეორედ რომ თქვი საუბარში, ვარჯიში უნდა ადამიანს, რომ როდესაც მოხდება იმ ენობრივ გარემოში შეძლოს კომუნიკაციის დამყარება და თუნდაც აქ საქართველოში თუ კი ისეთ ადგილას მუშაობს, სადაც უცხოენოვანი კლიენტები ყავს ან კომპანიაში მუშაობს, სადაც უცხოენოვანი ადამიანები არიან ან ვთქვათ დისერტაციას იცავს და იქ სჭირდება მასალების მოსაძიებლად და საჭიროა რომ სერტიფიკატი ფლობდეს. მოკლედ აი ამისთვის შეიძლება რომ არსებული ცოდნის ბაზაზე ივარჯიშოს ინგლისურის საუბარში და შემდეგ ამ არსებული ცოდნის ბაზას დაემატოს ასევე ახალი რაღაცებიც. ანუ ახალი რაღაცაც დაემატება ამ 3-4 თვის განმავლობაში, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ, რომ მარტო ის რაც ძველი იცის იმას გააქტიურებს. სწავლის პროცესში მაინც დაემატება ახალი ლექსიკა, ახალი გრამატიკული კონსტრუქციები თავდაჯერებლობას მოიმატებს. თუ ამისთვის სურს მიზანი ესაა, მაშინ აი აქ არის ის სასაუბრო ეგრეთ წოდებული სასაუბრო ინგლისურის კურსი საჭირო და ამ შემთხვევაში უამრავი წიგნის აღება და ესე იგი მოკლედ დავალებებით დახუნცვლა არ ამართლებს და ხშირად მე ანებებენ ხოლმე თავს. ანუ დასკვნად გამოდის ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის გაერკვეს თვითონ ენის შემსწავლელი რა მიზნისთვის სურს, რისი მზაობა აქვს, რამდენად შეუძლია გაიყოს ძალა, ენერგია და დრო და თანხებსაც უკავშირდება ეს, რა თქმა უნდა, დროდესაც კერძოდ მეცადინაობს და მეორე ესე იგი რომ მასწავლებლის მხარეს ვიტყვი, რომ მასწავლებელმაც სწორად შეურჩიოს ის მასალა და შედგეს მოკლედ ორმხრივი შეთანხმება და თანამშრომლობა. ახლა რაც შეეხება ჩემს კურსს, ახლა მაქვს გამოცხადებული ეს მეორე ნაწილი, რადგანაც ამჟამად დასრულებში ნაკლებად იყო მოთხოვნა თქვათ დონეების დაფარვის გავლაზე, გრძელვადიან აი საფუძვლიან სწავლაზე, ნაკლებად არის მოთხოვნა და უფრო მეტად უმეტეს ეს სასაუბრო უნდა და ანუ მეორე შედარებით მსუბუქი სწავლა უნარზე მუშაობა და ჩემი კურსიც უფრო მეტად ამ უნარზე მუშაობას ეხება და ვისაც ეს მეორე ტიპის სწავლა უნდა, მაშინ მათთვის მაქვს ახალ ჯგუფებში მიღება გახსნილი და ესე იგი ახლა მაქვს თავისუფალი ორი დრო, ერთი არის სამშაბათი, ხუთშაბათი 21 საათი, ორი ადგილი მაქვს ამ ჯგუფში და ორშაბათი 4 20 საათი თუ თქვენ გაქვთ მოწერილი ჩემთვის და გაინტერესებთ ჩემთან სწავლის პირობები და მოკლედ მეთოდი და ამბები, მოკლედ აი ეს არის ალბათ მათთვისაც საინტერესო იქნება. ახლა ეს ლაივი იმედი მაქვს რომ შევინახავ და გამოვაქვეყნებ, თუმცა პირადშიც ყველას ვწერ მეტნაკლებად, მაგრამ მიწერილზე მეტად კარგი არის რომ ჩემი შემოთავაზებულ Zoom-ში შეხვედრაზე დამთანხმდეთ ხოლმე, იქ უფრო დეტალურად გავარკვევ თქვენს ზუსტ მიზანს
და გაჩვენებთ და აგეხსნით მე რას და როგორ გასწავლეთ და მე რამდენად მისაღებია რომ იმის მიხედვით დარჩეთ თუ არა ჩემთან სასწავლებლად თუ სხვა მასწავლებელი მოძებნოთ. დიახ, კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი, აქ ისე ვხედავ მასწავლებლებს ან ჩემს კოლეგებს, მათ ესე იგი მქონდა პოსტი დაწერილი, რომ თუ გაზიარებდით ჩემს პოსტებს მაშინ სასაუბრო ეგრეთ წოდებული სასაუბრო ინგლისურის კურსიდან დიალოგებს მოკლედ გაგიზიარებდით საჩუქრად და ესე იგი თუ ვინმე მომწერა და ჯერ არ გამიგზავნია ცოტა გვიან საათებში გავგზავნი გუშინ ვინც მომწერა გუშინ საღამოს გავგზავნე მთელი დღის განმავლობაში ბევრი მწერდა და რომ ყველას ერთად მოკლედ მოვაქციო მეილში და ერთდროულად გამოგიგზავნოთ რომ ცალ-ცალკე არ გგზავნო თუ ვინმე არ მიიღო ეს არის ერთადერთი მიზეზი თუ არა და კიდევ ერთ ვიტყვი რომ საჯაროდ ვნახეთ თქვენი კომენტარები მეილები გქონდათ დაწერილი მე არ მithქვან საჯაროდ დამიწერეთ მეილი თქო პირობა იყო ასეთი რომ გააზიარეთ ჩემი პოსტი საჯაროდ თქვენს ფიტში რომ სხვებმაც ნახონ ჩემი გვერდის შესახებ რადგან ვფიქრობ რომ სასარგებლო ინფორმაციას გიზიარებთ და სხვების თუ ისარგებლებენ ძალიან კარგი იქნება შეგიძლიათ ეს ლაივიც გააზიაროთ თუ კი გექნებათ სურვილი და შემდეგ მომწერეთ რომ გააზიარეთ და ამის სანაცვლოდ მოკლედ მე გადმოგცემთ სასაუბრო ასე კი დიალოგების კრებულს სლაიდებად ანუ მე მაქვს დაყოფილი სლაიდებად უკვე გამზადებულია გაკვეთილებად ისე რომ გახსნას მასწავლებელმა და უბრალოდ დაწყაპებით გადავიდეს ერთი სლაიდიდან მეორეზე და თუ კი ხართ დაინტერესებული ამით და გსურთ შეგიძლიათ მოკლედ პირადში დამეკონტაქტოთ. ახლა ვინც მესწრებით ძალიან დიდი მადლობა რომ აქ ხართ და დრო დამითმეთ თუ გაქვთ რაიმე კითხვები ამ საკითხებთან დაკავშირებით და დამიწერთ ახლა კომენტარებში გამიხარდება სიამოვნებით გიპასუხებთ. მიუხედავად იმისა რომ იმ ჩემს პოსტზე სადაც მქონდა დაანონსებული რომ ლაივს ჩავატარებ და ვისაუბრებ თქო უამრავი კომენტარი და პლუსი იყო და მე მგონი უფრო მეტი მეგონა რომ ლაივის დროს იქნებოდნენ მაგრამ ამჟამად ასე კი ვერ ვხედავ სხვებს თუმცა მაიას ვხედავ გამარჯობა მაია ლენა სოფია გამარჯობა თიკო მოგესალმები თიკო მოკლედ თუ კითხვები გაგიჩნდათ სიამოვნებით ვიპასუხებთ ოდნავ მოგვიანებით მოყავს Facebook-ს ეს თქვენი კომენტარები დიახ დიდი მადლობა თქვენ სოფია მიხარია და სიამოვნებით გიზიარებთ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ასეთი შეხვედრები ისე გვერდზე გავაგრძელო რამდენად შევძლებ არ ვიცი უკვე გავაზიარეთ დიდი სიამოვნებით რომ მიხარია გვანცა თქვენ ჩემი ის გააზიარეთ რა ქვია პოსტები ალბათ და მოწერილი გაქვთ და თუ მოწერილი გაქვთ ნახავ და აუცილებლად გამოგიგზავნით მოკლედ შეპირებულ დიალოგებს მოკლედ სულ ეს იყო დღევანდელი ჩვენი შეხვედრის საუბარი დღეს ამით დავასრულებ მშვიდობიან საღამოს გისურვებთ იმედი მაქვს სასარგებლო იყო და რაღაცები თქვენთვის ჩაინიშნეთ მომავალ შეხვედრამდე ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის ლელა მადლობა ლელა ახლა დავინახეთ თქვენი კომენტარი you are the best teacher thank you very much